შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 მინუტზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია Georgian Times-ი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დღეს 9 აპრილია 1999 წლის 9 აპრილს მოგეხსენებათ, რომ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დედაქალაქის შუაგულში ჩვენმა დამპყრობელმა საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ჩვენი დაპყრობილი საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული იქნა შეტევა მომიტინგებზე, ახალგაზრდებზე და აღარ შევჩერდები განვითარებულ მოვლენებზე. უბრალოდ მე მინდა კიდევ ერთხელ დიდება და საუკუნო დიდება და პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს, რომლებმაც მართლაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმე. ეს იყო გარდამტეხი ბრძოლა და რეალურად საბჭოთა იმპერიის დასასრულის დასაწყისი და ფიქრობ, რომ ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი საძირკველი ჩაუყარეს ამ თემას და თავის ზურგზე აიღეს რეალურად იმპერიის ნგრევის საფეხურები. მადლობა, რომ გვისმენთ და გვიყურებთ. კიდევ ერთხელ ეთერშია დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად და დღევანდელი გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენთ ბატონი ალექსანდრე კობაიძე, იურისტი, უფლებადამცველი და ბატონი ლაშა მგელაძე, პარტია ჩვენის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიცაბჭოს წევრი. მადლობა, რომ მობრძანდით ბატონებო. საინტერესო დისკუსია გველის რაღაცნაირად სიმბოლურ თარიღსაც დაემთხვა, ანუ გზაგასაყარზე ვართ, რეალურად საქართველო კვლავ დგას რიგი გამოწვევების წინაშე. რუსთაველის გამზირზე ჩემდა და ალბათ ჩვენ და სამწუხაროთაც აღარ არის ის ერთიანობა, რაც იყო 9 აპრილს. რეალურად საქართველოში არსებობს პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი და მათზე მიბმული სამქალაქო საზოგადოება და ზოგადად საზოგადოებრივი იდენტობა. შესაძლებელია თუ არა, რომ რაღაცნაირად არასწორად გენერირდა ის იდეები, რასაც ასე ვთქვათ ამ ადამიანებმა ჩაუყარეს საფუძველი, რატომ ვერ მოახერხა ქართულმა სახელმწიფომ ერთი იდეის ირგვლივ კონსოლიდაცია, მოკლედ ყველაფერი გამოწვევები, რაც დღეს არსებობს. მოდით დავიწყოთ საუბარი. ბატონო ალექსანდრე, თქვენგან დავიწყებ, როგორც უფლებადამცველისაგან. აი დღესაც ისმოდა საზოგადოების, ასე ვთქვათ, წრის მხრიდან, რომ რაღაც მონოპოლიზება მოხდა 9 აპრილის მოედნის, რომ იქ ამ დაკავებული ადამიანების, ბავშვების შობლები თუ კიდევ სხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ, ასე ვთქვათ, ადგილის მონოპოლიზებას, პოლიტიკური სიტუაციის მონოპოლიზებას, თუ ეთანხმებით თქვენ ამ მოსაზრებას, როგორია თქვენი დამოკიდებულება ზოგადად მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას, მივესალმებით სტუმარს. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, აქ გასათვალისწინებელია ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ღამე შეიკრიბნენ და მათი მიზანი იყო ერთადერთი, რომ არ მიეშვათ ხელისუფლებიდან წარმომადგენლები და პატივი არ მიეგოთ 9 აპრილის ესე ვთქვათ 9 აპრილისათვის და 9 აპრილის დროს დაღუპული ადამიანებისათვის. ანუ ეს იდეა ჩემის აზრით ძალიან არაჯანსაღია, მარტივად რო ვთქვა და ლამაზად რო ვთქვა. იმიტომ რომ ძალიან ცუდი იყო ეს ყოველივე ამის დანახვა, როდესაც შენ არ გსურს, რომ შენი ქვეყნის ხელისუფალი, თუნდაც შენი ქვეყნის ნებისმიერი სხვა პირი მივიდეს 9 აპრილის მემორიალთან და თავისი ღირსებით შეამკოს ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის სიმბოლური ადგილი. და სამწუხარო ის არის, რომ ამ ყოველივე არ მიუშვეს ხელ და ხელისუფლებამ არ გაამწვავა თქვენი აზრით? ხელისუფლებამ არ გაამწვავა, მაგრამ ფაქტი არის, რომ ხელისუფლებას ეყო რაციონალობა და ამ მნიშვნელოვან დღეს პროვოკაციას არ წამოეგო და იქ მაგალითად შეეძლო, რომ საპოლიციო ძალების მეშვეობით, პროპორციული ძალის გამოყენებით აბსოლუტურად პირიქით მოხდენილიყო ამ ადამიანების იქიდან გაყვანა და თავისი, ესე ვთქვათ, ანუ მაინც აი ამ
კონკრეტული მოქმედების განხორციელება, მაგრამ ეს არ გააკეთა, არ გაამწოვა და მე ვფიქრობ ძალიან სწორი იყო, რომ ესკალაციაში არ გადაზრდილიყო, ჩვენს მტერსაც ეს უნდა რომ ნახოს, რომ ჩვენ როგორ ერთმანეთს ვჭამთ და როგორ ჯიჯგნით. თვითონ იდეა რაც გააკეთეს ოპოზიციურმა სპექტრმა არ იყო მარტივად რო ვთქვა, ეს ყოველივე კარგი დასანახი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ არ გინდოდეს თუნდაც ქართველი ოპოზიციამ 9 აპრილი საკუთარი მერკანტილური მიზნებს ყველაფერი პოლიტიკურად არ უნდა გამოიყენო და ოპოზიცია ცდილობს რომ ყველა თუნდაც 9 აპრილი მოირგოს თავიანთ პოლიტიკურ გეგმებში ჩასვას და აი ამ გეგმებს მიყვეს ისე რომ თითქოს და ეს 9 აპრილი თვითონ მოიპოვეს და ამ 9 აპრილთან რამე კავშირში არიან. ამიტომ ეს იყო მარაზმი მარტივად რო თქვა და ძალიან ცუდი დასანახი რაც ოპოზიციამ გააკეთა რომ ადამიანებს, რომელსაც გულწრფელად იყვნენ მისულები, იქ არაძლევდნენ იმის შესაძლებლობას, რომ იქ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა დღია. ესეთი ფაქტი ნიშნავს იმას, რომ კვლავ ისევ დემაგოგიას და კვლავ ისევ არასწორი და მანკიერ გზას ადგას ოპოზიციური სპექტრი, იმიტომ რომ ისინი არ არიან ორიენტირებული, რომ ეს პლურალიზაცია დასრულდეს. თვითონ არ არიან ორიენტირებული. მხოლოდ გამოვიდნენ და აი პაატაბუჭულაძე რო ფიცდადებს რომ თურმე ასეთი მნიშვნელოვანი დღეა და ასე შემდეგ და რა ვიცი ჩვენ დაგვავიწყდა პაატაბუჭულაძე თუ როგორ რუსეთში როგორი მისაღები ადამიანი იყო და მისაღები კაცი იყო თუ ეხლა აღარ უნდა რუსეთი თუ როგორ არის მაგის საქმე. ამიტომ ვინ დგა რა სახეები დგას იქ ანუ ეგ არის მნიშვნელოვანი და ვის გვერდში დგანან ის ადამიანები რომლებიც ახალგაზრდები არიან და ბრმაიარაღად იყენებენ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრი რომელიც იქ დგას. და მე მოუწოდება ახალგაზრდებს რომ დაფიქრდით რომ რას გაკეთებინებენ რომლებიც არ იცით რას გაკეთებინებენ და აბსოლუტურად ძალიან ცუდად ჩანხართ ერთი შეხვედით იქ რო დგახართ იმიტომ რომ როგორ შეიძლება მაგალითად ნებისმიერ თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს თუნდაც ოცნების მხარდაჭერას არ ქონდეს იმის შესაძლებლობა რომ 9 აპრილის მემორიალთან მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი თვითონ ამ ადგილის ანუ როგორც სიმბოლიკის მონოპოლიზება დაუშვებელია ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს მაგრამ ნუ განსხვავებული მოსაზრებები აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან, როგორც ვიცი ბატონ ლაშას და მოусმინოთ ახლა მას მის პოზიციას. კიდევ ერთხელ მადლობა რომ მოგწადეთ. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მიულოცავ მთლიანერს დღევანდელ დღეს და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე არის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის აქ ქვეყანაში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ 35 წელია ჩვენ დამოუკიდებლობა რაღაცა კუთხით მოვიპოვეთ, მაგრამ თავისუფლებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია და ეს თავისუფლება მოსაპოვებელი გვაქვს. მივყვეთ საკითხს თანმიმდევრულად. თქვენ აქ ახსენეთ, რომ თურმე მონოპოლიზება გაუკეთა ოპოზიციურმა პარტიამ დღევანდელ რუსთაველის გამზირს. ნახეთ, ვერც ერთი პარტია ვერ გაუკეთებს მონოპოლიზებას ვერც ერთ ადგილს, თუ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია ვერ შეეწინა აღმდეგება, თქვათ, ხელისუფლების დავაჭიდებთ იქ ახლა. თუ არ მაცდით ვერ გავიგებთ მაგრამ 4 წუთი საუბრობდა ბატონი ალექსანდრე და უფრო მეტი. კი, მაგრამ მასაც ვეჭრებოდი მე შემხვედრი კითხვებით და თუ არ დავასრულებ აზრამდე არა რომ მოგცემთ ხოვეჭვი არ გეპარებათ დასრულების საშუალებას. უბრალოდ ესეც განავრცეთ რაც მე გითხარით, იმიტომ რომ მეორე მხარესაც არანაკლები მომხრეებია და დიახ. თუ არ არის ხალხის მხარდაჭერა, ვერც ერთი ხელისუფლება, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ მიიღებს ვერანაირ შედეგს. მეორე ნაწილია ის რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ დღეს. ხო, მე რო ვიყო ხელისუფლების ადგილას დღეს, რეალურად შემწხვებოდა იმისი, რომ ადამიანებმა არ მიუშვეს ისინი, ესე ვთქვათ, თავარ სიმბოლოსთან რომ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია, ხო? და რატომ არის ეს? ეს არის ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ამ ხალხმა მათ შორის როლებით იგდგანა დღეს თავის თავზე აღებით ბრძოლის ქვების წვიმაში ესე ვთქვათ მოიყვანეს ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში, ხო? რო არ ყოფილიყო 2012 წელს ხალხის მხარდაჭერა, ეს ხელისუფლებაში ვერ მოვიდა. რა ხდება ამის შემდგომ? ამის შემდგომ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვიღებთ ევროპულ გეზს და უფრო მეტიც კონსტიტუციაში წერს ევროპულ რომ მას უნდა ევროპული მომავალი. ამის შემდეგ ხდება რა? არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არც ერთი რეფორმა ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციის კუთხით ნებაც კი ამისი არ მოხდა და დღეს ვალცად. სოფლიოს ცივილური სამყარო, ამერიკა და ევროკავშირი ჩვენგან გამდგარია. არჩევნები არ აქვს აღიარებული არც ერთ, ესე ვთქვათ, ამ
ცივილური აგერ გუშინ წინ შეხვდა ეუთოდირის ხელმძღვანელი ბატონ შალვა პაპუაშვილი ძალიან შეხვედრა ერთი აღიარება მეორე არც ერთი ეუთოდირი არის ხვალ დოკუმენტი რომელიც აღიარებს დიდი ალბათობით უწვავეს დასკვნას ევროსაბჭოსგან ევროსაბჭომ შეგვიჩერა იქ მუშაობის საშუალება ევროპამ და ამერიკამ დააგვისანქცირა არსებული პოლიტიკოსები უფრო მეტიც მათ ქვეს რომ ქართველი ჩინოვნიკის პასპორტს არ ენდობიან და სავიზო რეჟიმი დაუწესეს ყველა ქართველი ჩინოვნიკის სამსახურებრივი პასპორტით ესე ვთქვათ სარგებლობს და მე ვფიქრობ რომ ეს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებიდან არის გასული იმიტომ რომ და ოფიციალურად შეაჩერა ჩვენმა ხელისუფლებამ 28 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების ესე ვთქვათ წინსვლა ხო ეს ხელისუფლება თვითონ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან თვითონ თქვა უარი ხალხის დებაზე რატომ არ გამოაცხადეს არჩევნებამდე რომ აჩერებდნენ ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხს ვარ წააგებდნენ შემთხვევით არჩევნებს წააგებდნენ აუცილებლად ხო მაგრამ 9 აპრილის მემორიალთან ამის სწორედ ამის გამოჩნდა ანუ ბოლო 36 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა ასეთი ძიმე შემთხვევა რომ ჩვენ აღმოჩნდით რუსეთის კლანჭების ქვეშ ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან ჩვენ დავკარგეთ ევროპის მხარდაჭერა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს მოსახლეობის ევროპაში მოგზაურობას თავისუფლად და სავიზო რეჟიმის დავკარგოთ და რჩებით ფაქტობრივად ქართულ მოსახლეობამ პირისპირ რუსეთთან რუსეთის ხალხაში ვართ პირისპირ დატოვებული. ხვალ რა იქნება კაცშულმა არ იცის. ამიტომაც ეს არის ეს ოპოზიციის კი არა, ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოვლინება, რომ არ ენდოს არსებულ ხელისუფლებას. კარგით, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. ბატონო ალექსანდრე, შემხედრე პოზიცია თქვენი როგორი იქნება, იმიტომ რომ იცით რა, ახლა მაგალითად გადავხედე Newspeak-ს და ძალიან ბევრი იმ დროს რეალურად ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას და მათ გვერდით გომი ადამიანი წერს, რომ ძალიან საჩოთი როა რომ დღეს 9 აპრილთან 9 aprilis სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე გამოსახულია პიროვნება რომელიც საერთოდ არ ყოფილა 9 აპრილის ღამის მიტინგზე მეტიც კომკავშირელი იყო კომკავშირელ აქტივისტებს უთანაგზობდა ზოგიერთი კოსტავას ხელს ატყამდა და ერთი წუთით ჩადავასრულებ და რაც მთავარია ეს ფარისევლები იმავე ომებით რუსეთის საქმეს აკეთებდნენ და რეალურად რუსულ ძალა რომელია ისიც გასარკვევია ეს ხელისუფლება თუ მოქმედი ოპოზიციური სპექტრი. უკაცრავად, აი მთავარი კითხვა, რაზეც ბატონი ლაშა საუბრობს და ლეგიტიმაციის ნიშნები არის მასში, კი მაგრამ აი ის 100 ადამიანია თუ 2000 თუ თუნდაც 10000, ანუ ის არის ხალხის ნება, ანუ რატომ საუბრობს ის იგივე მეორე მხარე აი ბატონი ლაშას არგუმენტი, გავშალოთ ეს თემა, რომ ხალხის ნება არის ეს და ამიტომ ხალხი არ უშვებს ხელისუფლებას რომაც გადაუხვია ევროპულ კურსს. ასეთი არის არგუმენტი. არა მარტო ხალხის დებეს ფაქტებითაც ჩვენს იმიტომ რომ იზოლაციაში ევროპული საზოგადოებისგან. კი, მათ შორის. თქვენი ჩემი საუბარი ქალბატონოეკა დავიწყე სწორედ მაქედან, რომ იქ ისეთი საზოგადოება დგას ამ აქცია ორგანიზატორებზე მაქვს საუბარი, რომლებიც აბსოლუტურად ძალიან ყარად და მჭიდროდ იყვნენ ხოლმე გარიგებული იმ დროიდან ცეკასთან. შესაბამისად, როდესაც ამ ადამიანების სახეებს ჩვენ ვხედავთ, ძალიან ძნელია რომ მე იმაში ეჭვი არ შევიტანო და კითხვა თუნდაც ჩემ თავს არ დაუშვა, რომ ამ კაცთან რატო უნდა დავდგე და რატო უნდა ვიზეიმო თუნდაც რაღაც ნებისმიერ დღესასწაულს და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დღეს, როგორიც არის 9 აპრილი. აი ჩემთვის ეს არის ყველაზე წარმოუდგენელი და ამიტომ ვიძახი რომ იქ ყოფ ადამიანებს დაფიქრდით ვის გვერდში ხართ და ვინ არის თქვენი ორგანიზატორი ეს არის მთავარი. ეხლა რაც შეეხება იმ თემას რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია, ჩვენმა ეს არის პოლიტიკური საკითხები. მე მინდა რომ საზოგადოებას ველაპარაკო. ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ. ჯერ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ. გულისხმობ რომ პოზიცია ეხვეწება ოპოზიციას რომ პარლამენტში შემოდი და ვილაპარაკოთ. ეს არის ნებისმიერ ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში. კი, ანუ პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ელექტორატულ ნებას, ხო? მე თუ ვინმე არ მომწონს, შესაბამისად უნდა მივიდე და ის პოზიცია გავაკეთო, როდესაც არჩევნები მოვა, ვინც მომწონს. ფაქტ ძალიან მარტივად საუბრო და გასაგებ ენაზე. ამიტომ ესე უნდა იქცეოდეს ნებისმიერი ოპოზიცია და არ უნდა წავიდეს ისეთ ბაბანზე. მაგრამ არგუმენტი აქვს ოპოზიციას, რომ გააყალბა არჩევნები და არ შევალთ არ უნდა წავიდეს ისეთ ვაბანგზე, რასაც ახლა ისინი აკეთებენ და პროვოცირებენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე ხელისუფლება გამოიყვანონ მწყობილებიდან. დღევანდელი ფაქტიც ეს იყო, რომ დაახლოებით 100 ადამიანმა არ მიცა იმის შესაძლებლობას, თუ ესე ვთქვათ, 1000-ობით ადამიანს, რომ მისულიყო და თავის პოზიცია დაიფიქსირებინა. და
ამათასმა ადამიანმა ამ 100-ის პოზიცია გაითვალისწინა, რომ ეს ადამიანები არასწორ გზას არიან და არ უნდათ კონფრონტაცია და ხელისუფლების პოლიტიკა არის სწორი, რომ არ შედიან კონფრონტაციას. ეხლა არ არის ის დრო ჩვენ ქართველმა ქართველს ერთმანეთს ვესროლოთ, ჩავარტყათ, რა ვიცი, იქ ვატო შაქარაშვილსო დახვდნენ და რა გაუკეთეს, ძალიან ცუდი დასანახი იყო. არ შეიძლება ესე. თუმცა ბატონმაც გასცა პასუხი. არა, პასუხი გასცა, ხო, ნუ ის ჩინოვნიკი არ არის და არ ევალდებულება თმენის ვალდებულება ჩვენ ერთმანეთს ეს რაღაცებს. ჩვენ ესე რომ დავსდებთ ესე რომ დავდევთ ესე ვთქვათ ქუჩაში მიხდით ქართველი ქართველს რო დაძევს და პოლიტიკურად ჩვენ ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებთ და ხან დედის მიმართულებით ვიგინებით და ხან ნუ სხვა მიმართულებით ხომ ეს დრო უნდა დამთავრდეს ამას აკეთებენ კიდევ ვიძახი ის პოლიტიკოსები რომლებიც მთელი ცხოვრება პოლიტიკაში არიან და არაფერი ღირებული და ფასეული არ შეუქმნიათ რომლებიც დღესდღეობით ოპოზიციაში უმრავლესობას წარმოადგენენ და ცდილობდნენ რომ აი ამ პატარა ესე ვთქვათ ამორალური ქმედებებით რაც დღეს 9 აპრილის მემორიალთან გააკეთეს მსგავსად იმოქმედება. კი ბატონო, მოდით ახლა რეკლამაზე გავიდეთ, რეკლამის შემდეგ ბატონი ლაშა ალბათ უფრო ვრცელი პასუხი ექნება, ამიტომ ერთი წუთს არა აქვს აზრი, ასე ვთქვათ, მოვიპაროთ რეკლამიდან და შემდგომ დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. მოდუსი ევროპული წარმოების კერამიკული ფილებისა და სააბაზანო ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი. ვეცუეთ მისამართზე თბილისი აგლაძის ქუჩა 51, კახეთის გზატკეცილის 65, ბათუმი პუშკინის 18, პუშკინის 13, გაგარინის 18. ტელეფონი 032 206 0101 www.modus.com.g IT აკადემია სტეპში საგაზაფხულო მიღება დაიწყო. დაიწყო. პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, UI UX დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, IT პროფესიების სკოლის პარალელურად. განვითარდი და განავითარე შენი საუკეთესო მომავალი სტეპში. IT step.g. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მატრასების ფაბრიკა მატრას ჯორჯია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ და ანატომიურ მატრასებს, რომელიც დამზადებულია მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთანადლეულით. ჩვენს მიერ დამზადებულ მატრასებს ვრცელდება 2-დან 20 წლამდე გარანტია. ჩვენი მისამართია: თბილისი, გურამიშვილის 41, საკონტაქტო 579 30 30 28. მატრას ჯორჯია, თქვენი ძილის კომფორტი. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და მიიღე დასაქმების 100%-იანი გარანტია. ოშე ჯორჯიაში დაიწყო შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებულ კურსებზე მიღება თბილისსა და ბათუმში. იჩქარე და დარეგისტრირდით ვებგვერდზე oshe.g. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 599 180020. დილა იწყება ყავით. კარგი დილა იწყება შვეიცარიული ყავით. ნამდვილი შვეიცარიული ყავა. ბლაიზერის ოფიციალური წარმომადგენელია ყავის სახლი დინკავა. აღნიშნე დღესასწაული განსაკუთრებულ გარემოში. დაჯავშნე მაგიდა რესტორან სამსაუკუნეში დაუვიწყარი მომენტების შესაქმნელად. გელით სასიამოვნო განწყობა, ცოცხალი მუსიკა და უგემრიელესი კერძები. სიყვარულით რესტორანის 3 საუკუნე. მისამართი ორთაჭალა გულუას 12. ტელეფონი 592 777 333. დეველოპერულ კომპანიანიულ გრუპში სააღდგომო აქცია დაიწყო. გთავაზობთ მთების ფართო არჩევანს დასრულებულ და მშენებარე პროექტებში საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში. მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის მასალებით. ბინები ბარდება თეთრი კარგასის მდგომარეობით. შეიძინეს სასურველი ბინა ან კომერციული პარტი ქალაქის ცენტრში საუკეთესო ფასად და ისარგებლე მოქნილი გადახდის პირობებით. დეტალებისთვის დაგვიკავშირდი 599 47 59 59 595 48 59 ან გადმოდი ჩვენს გვერდზე www.newgroup.g ასევე მოგწერე Facebook ან Instagram გვერდებზე. პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო სუნამოები თქვენი სახლისთვის, ოფისისთვის და ავტომობილისთვის. Areon.g
ფრანგულ ეთერზეთებზე დამზადებული არომატები, წარმოებული ბულგარეთში. ეწვიეთ არიონ წერტილიჩის და აღმოაჩინეთ თქვენი იდეალური სურნელი. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად მულტიმედია პლატფორმაზე, უსმენთ FM 92-სა და 3-ზე და უყურებთ ტელეკომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში და ასევე ტელეკომპანია Georgian Times-ის ონლაინ ვებგვერდზე. აქტივობა მართლაც მაღალია, გამიკვირდა მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე არის და მოკლედ ვუბრუნდებით მიმდინარე თემებს და ბატონი ლაშას დრო არის, ასე ვთქვათ, რეგლამენტით გადაცემის. გისმენთ ბატონ ლაშა, თქვენი მოსაზრებები, თქვენ გქონდათ საწინააღმდეგო რეპლიკები და მე ხა კითხვები დროს აღარ წაგართმევ. ნახეთ, ძალიან მარტივია, მე შევთხოვით არ მithქვამს, რომ ხალხის გარეშე ოპოზიცია ვერაფერს ვერ გააკეთებდა თქო. მე არ მინდა ხა ემოციებს ავყვე აქ იქ ვინ დგას ეგ ვინ გავიზრდო. თუმცა ეს ხალხის საზომით ძალიან ისეთი სენსიტიური თემა არის, კი ბატონო. საუყვე და ვინ გვერდში დგას, ვინ კგბ-ს აგენტი იყო, ვინ რა იყო, ეს არის ეს არის თუ შევხვდეთ თავისუფალ სასამართლოს და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, უნდა ვიჩივლოს იქ და უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, ეს სხვა თემა არის. ნახეთ, არჩევნების შემდგომ რა პერიოდი დადგა. არჩევნების შემდგომ დადგა პერიოდი, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ გამარჯვებული ვარ, ოპოზიცია ეუბნება, რომ შენ გამარჯვებული არა ხარ, მაგრამ ხალხი ქუჩაში არ გამოდის საპროტესტო აქციით, ხო? რა დროს გამოვიდა ხალხი ქუჩაში საპროტესტო აქციით? მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი ბატონი კობახიძე, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ჩემთვის, დღეს უკვე გამოვიდა და თქვა, რომ მე ვაჩერებ ევროკავშირისკენ ჩვენ დროებით მოდი ვთქვათ, 28 წლამდე. მოვემზადებით, ასეთი იყო კონტენტი. მაგის იმაში უშევალთ, ხა ის რა ქვია, არა, რაც თქვა, მე არ მინდა ის დავარღვეთ. ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ასეთი იყო. თუ ვინმეს შეხება ქონია ამ პროცესთან, შეჩერება ინტეგრაციის მიმართულების შეჩერება ნიშნავს შეწყვეტას მთლიანად. იმიტომ ეს არის მივდივართო, ის ხო არ უთქვამს. ეს ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს. არა, ეგ ხო და რატო მივდივართ რუსეთისკენ, მაგასაც ავხსნია. მოიცა ერთი კითხვა მაგის თუ შეეხება. ეს თუ დავასრულო. კი, დაგასრულებინებ, მაგრამ და მას შემდეგ, რაც მაგრამ აი ტრამპმაც გადახედა და ამერიკის ადმინისტრაციამაც, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მოღალატეა და პრორუსულია ტრამპი ხო? ევროპასთან ურთიერთობებს ძალიან კამს და ქართულ ოცნებას ერთმანეთს უშევადა რა ხო? არასწორი პასუხია, ერთი წუთით. ეს კითხვა უნდა დავასრულო მეც. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მე თუ ვემზადები ევროპისკენ, ან თუნდაც უარს ვამბობ ევროპაზე, არა ბძანეთ ეხლა, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს რუსეთს. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, რომაც დატოვა, ესენი პრორუსულია მათი გეზით? კითხვა ლოგიკურია. ამას გადაწყვეტავს ამერიკელი ხალხი, იმიტომ რომ შედარება საქართველოსი ამერიკის და მაგრამ ავტომატურად მოდი არ ნიშნავს რუსეთს, შევთანხმდეთ ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოთამაშეები არიან. რატო ავტომატურად ნიშნავს რუსეთს და რატო ნიშნავს რუსულ საქმეს, რატო აკეთებს კიდე ეს ხელისუფლება, მაგასაც ავხსნი ძალიან მარტივად ზედმეტი ემოციების გარეშე. ნახე რას ვამბობდით, დაუბრუნდით. ხო? ეს ხალხი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც ხელისუფალმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლას, ხო? ეს პირდაპირ იყო ნიშანი ამ ხალხისთვის, რომ ხელისუფლებამ გადააკეთო. დაპირდა ერთს და მიდის მეორე მხარეს, ხო? შესაბამისად, ის საუბარო თურმე ეს ხალხი ვინც ქუჩაში გავიდა, ვინმეს გვერდით დგას და გამოფხიზლით, არის ჩემი აზრით არა აქტუალური, იმიტომ რომ ეს ხალხი გამოვიდა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და არა იმიტომ, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირა მხარი. ოპოზიციის გვერდში კი არ დგას დღეს ხალხი. ხალხის გვერდში დგას ოპოზიცია, ესე ვთქვათ. ეხლა რატო აკეთებს რუსულ საქმეს, ესე ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება თავიდანვე? რა არის ევროპული ფასეულობები? ევროპული ფასეულ რაზე დგას ევროპა და ამერიკა, ჩვენ რო აქ რაღაც გეი პარადებს და გეი პროპაგანდას გვტენიან, ხო? პირველი ეს არის სიტყვის თავისუფლება. კი ბატონო, გვტენიან და არა, ისინი არ გვტენიან. პროპაგანდისტები გვტენიან, რომ თურმე ამის პოპულარიზაციას ახდენს ევროპა და ამერიკა. არა ახდენს შე შემთხვევაში. არ ახდენს და როგორ არ ახდენს? ევროპა და ამერიკა ამერიკის ელჩის პოზიცია, ევროკავშირის ელჩის პოზიცია რომ შინ არ სევლაპარაკობ, რა პოზიცია? აი იმაზე რომ უნდა შატადეს მარში და ის აქვთ მათ თავისუფლება რომ შატადეს. მარსედაც გეტყვით.
არა, დიახ. ანუ რა ფუნდამენტზე დგას ამერიკა და ევროპა, ხო? პირველი ეს არის სიტყვის თავისუფლება. კანონის უზენაესობა მეორე. საკუთრების უფლება, ხო? ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციების დანაწილება. და დეცენტრალიზაცია. ერთი რატო თქვენ არ გიხსენთ ხალხშეუბრები, რომლებიც შეშტომაში აქვს შეყვანილი მათ შორის ხელისუფლების პროპაგანდის გამო. ამ ხუთიდან რა არის ცუდი? არც ერთი. 2012 წელს ხელისუფლება როცა მოიყვანა ხალხმა ხელისუფლებაში, ზუსტად ეს თხოვა, რომ ეს გამიკეთეო. არც ერთი ნაბიჯი აქედან შესრულებული არ აქვს ხელისუფლებასთან. ამას თუ არ ამ ნაწილებს თუ არ ასრულებ, აკეთებ ავტომატურ რეჟიმში რუსულ საქმეს. იმიტომ რომ რუსეთის პოლიტიკა ის, რასაც ეხა ჩვენ ვეწევთ. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი რაც ავუთ გეი პროპაგანდა. საინახეთ აღდგომის ღამეს ბოსტონში არაერთხელ თქვა ეს მაგალითი. ქართველმა მართლმადიდებლებმა რეალმა ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა და იზეიმა აღდგომის დღესასწაული. არც პროტესტანტი, არც კათოლიკე, არც გეი იმასთან არ მივარდნილა და არ დაუწიოკებია იმის გამო, რომ თქვენ მართლმადიდებლები ხართ და ამერიკელობას გვართვებთ. ერთი წუთით. იმ ქუჩაზე ერთ დღეს ჩამოივლიან მართლმადიდებლები, მეორე დღეს კათოლიკები, მესამე დღეს არატრადიციული ორიენტაციის ხალხი და ყველა ზეიმობს იმას, რასაც თვითონ უნდა. მაგრამ თუ ქართველ ხალხის უმრავლესობას ეს არ ამაში არის ამერიკის სიძლიერე. ჩვენ რო ვამბობთ რომ ამერიკას ვედრებით. აი და სიტყვის თავისუფლება. კამერასთან დაკავშირებით თუ არ არის ხელი გაეკრა და ხომ არ არის რამე პრობლემა. თქვენ მომხრე ხართ რომ მაგალითად თუნდაც საქართველოში იყოს მსგავსი რაც ბოსტონში მოხდა თქვენს მაგალითს მოიყვანეთ. გენდერული ნიშნით დაყოფის მომხრე მე არა ვარ. მე ვარ ადამიანის უფლებების დაცვის მომხრე. მიუხედავად მისი წამსისა და მისი გენდერული სამხედველობისა. შტუდა ქართულმა ოცნებამ რომელიც შეიტანა განვა გენდერული ნიშნით კანონმდებლობაში ცვლილებები. მათ შორის ტრანსექსუალ ადამიანს თუ ცემ ქალის ცემად ითვლება და უფრო კაცად ჯით. რაზე მესაუბრებით? მე ხო, მაგრამ ანუ თქვენ რას ამბობთ? გენდერული თანასწორობის დამცველი? ხო და უმრავლესობა პირიქით ქართულმა ოცნებამ შეიტანა კანონმდებლობაში ცვლილებები. უმრავლესობაში სწორედაც ის ხელისუფლება და რომელიც პროპაგანდას ეწევა თავის სახით ამ გენდერული დისბალანსს. სიტყვა ახლა მივცეთ. ერთი რეპლიკა თუ შეიძლება ბატონო ალექსანდრე, ანუ გასაგებია რომ შესაძლოა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არის სულ ერთი ადამიანის კი სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, მაგრამ ამავე დროს დემოკრატიის მთავარი ქვაკუთხედი არის უმრავლესობის გადაწყვეტილება, ისევე როგორც არჩევნების დროს ეს არის მთავარი ფუნდამენტი ხელისუფლების დროს და თუ უმრავლესობას არ ძალადობა გაუმართლებელია გინდა უმრავლესობა და უმცირესობის. ძალადობა გაუმართლებელია, მაგრამ მარში არ არის აქ. ანუ მარში თუ არ სურს უმრავლესობას, ამაში თუ მარში არ სურს სექსუალური უმცირესობების, მაშინ ის არ უნდა ჩატარდეს. როდესაც ვიღაცა ჩემს გზნობებზე თამაშობს, ჩემს რელიგიურ გზნობებზე თამაშობს, მე მაქვს უფლება რომ დავიცვა ჩემი გზნობები. აი რასტი თუნდაც ეგრეთ წოდებული უმცირესობების პროპაგანდა. როცა ამას ამბობთ, ეგ ნიშნავს, ბოდიში შეგაწყვეტინეთ, რომ თქვენ ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩემ მე ნებისმიერ თქვენს აქციელი შეიძლება ჩავთვალოთ ჩემ რელიგიურ გზნობებზე თამაშობთ. და ძალადობა განვახორციელოთ თქვენს მიმართ. მოიცა ხატზე შესხმა იმის არ შეიძლება გახდეს ანუ შენ თუ შეგიძლია შენი უფლების დაცვის გამართლებით ხატზე რაღაცის შესხმა და შეუროცხყოფა. არ უნდა შეასხა, ეკლესიაში არ უნდა შეხვდე და ხატს არ უნდა შეასხა. ხო, ის რელიგიური უფლება არ უნდა შელახო და თუ ამას აკეთებს, მაგაზე ჩვენ ვეღარ მოსთხოვთ, ეგ რა შვაშია? არაფერ შვაშია, სხვა თემაზე ვსაუბრობთ საერთოდ. არა, უყურეთ, არა, სხვა თემაზე, მაგრამ თქვენ გადაიყვანეთ ამ რელსებზე ეს საუბარი. არ გადამიყვანა კითხვა დასვით რომ გიბასო. ხო, რომ მე მინდა ესეთი დემოკრატიული ქვეყანაა და ესეთი დემოკრატიული ქვეყანა, როდესაც ჩვენ საქართველოსზე საუბრობთ, ამხატვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, მე არა და არ ფიზიკურ ძალადობაზე და თქვენ ხატზე შესხმაზე რაღაცეების. კი ბატონო, გასაგებია. ნახეთ მე რას გეუბნებით. როდესაც ჩვენ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც კონსერვატიული აზროვნების ადამიანები უფრო მეტნი ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა ქვია, მაგალითად ხვალ და ზეგ უნდა იყოს თუნდაც გეი პარადი და თუნდაც მსგავსი პარადები უმცირესობის მხრიდან მოწყობილი. და ამას უნდა მივესალმოთ. მიხვდით რის თქმა მინდა? ანუ საზოგადოებას უმრავლესობას ეს არ მოეწონება. შესაძლებელია თქვენ ფიქრობდეთ, რომ ეს არის დემოკრატია, მაგრამ ეს არ არის დემოკრატია. და აი დავამთავროთ თუ შეიძლება. ხო გაცადეთ, ნახეთ, მე რას ვიძახი? მე იმას ვიძახი, რომ სწორედაც ხალხი მაგიტომ ირჩევს ხელისუფალს, როგორი სურვილებიც აქვს. ტრამპი რატო აირჩიეს?
ტრამპი იგივე არის ძახის ისაც რომ სექსუალური უმცირესობები არ უნდა იყოსო და ჯარში აღარ გენდერული ნიშნით არ უნდა იყოსო ეს დაამთავრო ნახეთ სწორედ მაგითო შუაში არ არის ეს იყო ერთ-ერთი პოლიტიკური დაკვეთა იქაც კი ამერიკაშიც რომ სექსუალური უმცირესობები აღარ უნდა ქონოდათ უმრავლესობა ეს იყო ფაქტი და მაგიტომაც მოვიდა ტრამპი უმრავლესობა ცდილობდნენ ისინი უმრავლესობაში ყოფილიყვნენ ყველგან ცდილობდნენ და თავიანთი ვითომ და სისუსტით ცდილობდნენ რომ მთელ მსოფლიო ემართათ მაგრამ აგერ იქ ტრამპი მოვიდა აქ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ არის ხელისუფლება რომ მსგავსად არ გააკარა და ესეთი მარშები არ ამიტომ აქ ეს მე ვფიქრობ რომ არათუ როგორ არ გააკარა εν რაოდენობით ცვლილებები შეიტანა ქართულ კანონმდებლობაში გენდერული ნიშნით თუ აგერ გეუბნები შეიტანა კი ბატონო ოჯახური სიწმიდის ითვლება ქალის ცემა და უფრო კაცად იჯება ვიდრე სხვადასხვა ძალადობა მაგას ვამბობ ხელისუფლება ხალხს ატყუებს ხმამაღლა ამბობს ერთს რომ თვითონ გენდერული თანასწორობის მუშით არაფერს არ ვაკეთებ და კანონმდებლობაში ცვლილებები ოჯახური სიწმიდის დაცვა და კონსტიტუციაში ჩაწერა რომ მაგალითად ქალიკაცია და კაციკაცია და ქალიქალია ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება კონსტიტუციაში ამის ჩაწერა რას გაძლევთ ქალი არ არის და კაცი არ არის გვაძლევს იმას რომ ჩვენ ამის შემდგომ შეგა კანონმდებლობაში ცვლილებები და მეუბნები რომ გენდერული ნიშნით დანაშაული უფრო მკაცრად იჯება ვიდრე ის ჩვეულებრივი ძალადობა სამართლებრივი სახელმწიფო მაგატყუებს ხალხს ეგ არის მეტი არაფერი ხმების გულზე გააკეთა საუბრობთ სამართლებრივი სახელმწიფოს არსი სწორედ ის არის რომ რაც არის შენი ქვეყნის ამ შემთხვევაში უმრავლესობის დაკეთა ის უნდა შეასრულო და ეს იყო და არის კიდევაც ეს დაკეთა რომ ეს უნდა იყოს და ეხა თუ ვიღაცას კიდევ ერთხელ ვიძახი რა შეგვიძლია ამ თემაზე სხვა რაღაც სხვანაირი რაღაცა უნდა კი ბატონო თავისახში რაც უნდა ისაკეთოს მაგრამ დარჩა გადაცემის დასრულებამდე 4 წუთი 2 წუთს გაძლევთ და საკვანძო საკითხია ხვალ ევროსაბჭოს რეზოლუციის მიღება ოპოზიციის ჩართულობით რენეგატულ ნაბიჯად ფასდება ხელისუფლების ხედავ თქვენი არგუმენტები როგორი არის ამ შემთხვევაში და იგივე ევროსაბჭო ხა არის თუ არა და თქვენ თვლით თუ არა რეალურად მოქმედი ხელისუფლება ეს არის ანუ რატომ არ არის კომუნიკაცია თქვენი აზრით ხელისუფლებასთან და ხელისუფლება ამბობს აი დღეს უკვე რომ კარგით ჩვენ თქვით რომ უკეთესად მოვემზადებით და 28-ში განვიხილოთ მაგრამ აგერ კი ბატონო არის თქვენი ნება სხვანაირი ანუ საზოგადოების და ხალხის ჩვენ მზადა ვართ წამოვიდეს ევროპას შემხვედ ნაბიჯებზე და მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი გადავიდეთ ანუ შემდგომ ეტაპს კარგით ანუ თუ მზაობა აქვს მართლა ევროპას ჩვენი მიღების მე ხელისუფლების არგუმენტებს გეუბნებით კი ბატონო შეგოდი ხარ ჩემთან ოჯახში შევსვლა გეუბნები რომ ჩემთან ოჯახში სალამ შემოხვალ ფეხზე უნდა გაიხადო და შემეუბნები რომ არა მე არ გავხდი ისევი და შემოსვლა დაახლოებით ასეთ რაღაცებს საუბრობთ ხელისუფლება წეხამ თქვი და ეხაც ვამბობ რომ ყველა გზა ჩაჭრა ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობას ყველა აბსოლუტურად არც ერთი რეფორმა არ განახორციელა ისთვისაც ხალხმა რა ზოგადად მე ვსაუბრობ ზოგადად დიახ თქვენ საუბრობთ ზოგადად ერთი გაცხადებული მიზანია ისე ვთქვა მესიჯი არ ყოფილა რომ მაგალითად ეთქვა რომ ჩვენ ეხლა ხალხო მივიდივართ რუსეთისკენ და ყველანი უნდა წავიდეთ რუსეთისკენ. საქმეც მაგაშია. ნახეთ, საქმეც მაგაშია, როგორც გაცხადებული მესიჯი იყო. ესეთი მაგარი, ანუ ესეთი სწორი, ესე ვთქვა, მესიჯი რაც ქართულ ოცნება აღჟღერებს არასდროს ხელისუფლება მესიჯი გინდა. არასდროს არ გაუჩერებია პრაგის სასამართლო ფარო ომი რუსეთმა დაიწყო და ეს ხელისუფლება გამოძიებას ატარებს, ვინ დაიწყო ომი, მე რა მესიჯი გინდათ ვითხარი. ერთი წუთი ნახეთ რა მნიშვნელოვანი არის ის რომ როდესაც შენი ხელისუფლებაში ხარ და შენ ევროპა გეუბნება რომ ჩვენ პარტნიორები ვარ და რეალურად მონური მონურად ცდილობს ის ბატონი და ჩვენ მიყოთ მონა ხო ანუ ბატონს მონური ურთიერთობა ხონდა მუშაობდი რო აწელი რა ნიშნავს მონური გეტყვით რა ნიშნავს აი მაგალითად ის რომ ჩვენთან უნდა იყოს გეი პარადები და ჩვენ უნდა არ უნდა იყოს გეუბნებათ მაგას აი თუნდაც ეს რომელ რეკომენდაციაში ეწერა ვიღაცა გამოვიდა რაღაცა რაღაც ხადებულში რომელ რეკომენდაციაში ეწერა ყველგან ეწერა არსად არ ეწერა აბსოლუტურად ყველგან ეწერა მეთქი ხალხს მაგას გეუბნებით ნახეთ გითხარი რა წერია ნახეთ ჩვენ გვინდა ღირსეული ურთიერთობები მათ შორის ევროპასთან მათ შორის ამერიკასთან და ყველასთან ნახეთ შექმნილი დამოუკიდებელი და გეი პარადებზე ლაპარაკობთ დღემდე იმის მაგალითად რომ საქმე გააკეთოს სასამართლო სისტემას რო უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მაგრამ ხელისუფლებაში არის ეგრო შეექმნათ დღეს ევროპის გვერდში ვიქნებოდით დღესდღეობით როდესაც გამამართლებელი განაჩენი აი
წარმოუდგენელია რა ხაზე ჩვენ საუბრობთ რა ისეთი როგორ სადა დედამიწა ესე განსხვავდება დღევანდელი სასამართლო სისტემა და წინა ხელისუფლების წინა ხელისუფლებაზე ნუ ის ხელისუფლება გადავირჩიეთ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება მაგდორ ჭირო ეს ყველაფერი გაეკეთებინა კაცო ან ნახეთ წინა ხელისუფლება შუაშია ზუსტად იმიტომ რომ ვაფშე შუაში არ არის აი ხა გეტყვით ატوارში შუაშია იმიტომ რომ ამათმა გააძლიერეს წინა ხელისუფლების ცუდი ნაკეთები ერთ წუთით გეტყვით მათქმევინე ნახეთ უყურეთ რა გირგულიანის მოსამართლეების უბრალოდ დანიშნეს ერთ წუთით გირგულიანის მოსამართლე არ ყოფილა მაგრამ შორს წავალთ ეხლა ნახეთ შორს წავალთ ნახეთ სხვა რამის თქმა მინდა როდესაც ჩვენ სასამართლო რეფორმებზე ითხოვდნენ დასატოვებას მაგ მოსამართლეების როგორც ხელისუფლება სასამართლო რეფორმებზე სანქციებს ხო ჩვენ სასამართლო რეფორმებზე საუბრობთ წინა ხელისუფლების დროს ევროპა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები იძახდა რომ ძალიან მაგარი დემოკრატიული შუქური ესე ვთქვა დემოკრატიული პროცესები მიდის და ყველაფერი კარგად მიდის ეს იყო ფაქტი და რეალურად ჩვენ მე აღმოაჩინეთ რომ დემოკრატიული პროცესები კი არ მივიდა მიუხედავად ამისა ხალხი დაგიდგა იქ მიდიოდა ჯალათური რეჟიმი მიდიოდა მიხვდით ის გამოგესწორებიათ და ის სუდი კი არ გამოასწორეთ გააუარესეთ ეგ არის პრობლემა მეტი კი არაფერი და 2012 წელს იმიტომ ითხოვს ხალხი კიდევ თქვენ წასვლას როგორც 2012-ში ითხოვდა ისე იმიტომ ითხოვს თქვენ წასვლას თუნდაც ეხლა მაგისთვის დაგიქირავათ ხალხი ხვალინდელი პროცესი რომელიც თქვენ კიდე სიტყვის და გუში Facebook-ზე იმის გამო რა ქვია პოსტის გამო სამართალდარღვევის დოქი წარუდგინეს ადამიანს ეს გააკეთეთ პოსტი სხვა რაღაცაა ხო არა პოსტი იგივე ღია სივრცეა მე თუ ვინ თქვენ ემხრობით იმას რომ ღია სივრცეში ვინმე გაგინოთ ამას ემხრობით ზოგადად არ გვაგინებენ პოლიტიკოსებს ღია სივრცეში ემხრობით მე კი გამოხატვის ნაწილი არის ეს კი რას ვიდახით ანუ თუ ვინმე ბრაზს დედა არასწორად არასწორად გინე შეურაცხყოფაზეა ხო ეგრე აგინებენ ტრამპსაც ამერიკაში მე იჭერს ტრამპი ვინმე ტრამპი მოგყავს მაგალითად არ აგინებენ ტრამპს ამერიკაში ვიღაც აგინებენ ეს ცალკე საკითხია მაგრამ მე არ ვეხმობ ეს არის მისი ზრდილობის საკითხი ვიზაც ლაპარაკობ ხო მაგრამ ანუ მე აგინებენ დემოკრატიულ სამყაროში რა ვიცი მე ამერიკაში სულ ვიყავი მომხრე რომ შეურაცხყოფა თუნდაც სოციალურ ქსელებში იყოს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამით რას გააკეთეთ იმას გავუქმით ამ პრობლემას ამერიკის შეერთებულ შტატებში ზალადობის ბერკეტა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის ზალადობის ბერკეტა ზალადობა რა შეიძლება ხდება ხელისუფლების წარმომადგენელი არ ბევრს მიტინგს და არასწორად იქცევა და არ იჭერენ და ხელმის რა ქვია მომიტინგებს იჭერენ თუნდაც სილის გაწლის გამო აი ასეთ გაცხადებას გააკეთებს სასამართლოში წავა ამიტომ მე უნდა ვთქვა ახლა უკაცრავად ერთი წუთით წავა სასამართლოში ძალიან დიდ ჯარიმასთან ასე შემდეგ კი ბატონო ამერიკის ერთი წუთით ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ მოგვაქვს ანალოგი მე ისიც ვნახე როდესაც განაწყენებული ისინი რა ქვია ცდილობდნენ შეჭრას პარლამენტის იქაურ თეთრ სახლში ასე მარტივად ვიტყვი როგორც აქ ცდილობდა ზოგიერთი ცეცხლი გაუხსნეს და ორი ადამიანი გარდაიცვალა. იმი დემოკრატიის საზომად რომ მოგვაქვს ანუ ჩვენთვის თუ არის დემოკრატია ორმაგი სტანდარტით არ უნდა იყოს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. სათავდება აი თქვენ დემოკრატია ხშირად დამთვიდა სათავდება ჩვენი თავისუფლება სათავდება. ანუ ადა ჩვენი თავისუფლება მომაკეთეთ მე უნდა მივიდიოდე სასამართლოში და სასამართლოში რომ უნდა მიდიოდე. ჩემი Facebook პოსტი სასამართლოში რომ უნდა მიდიოდე ეს არ არის სასამართლო უნდა შექმნათ და გიკვეთათ ხალხს. უნდა შექმნათ კი იმიტომ რომ როდესაც შემთხვევაში ძალადობის მექანიზმად იქცევა ეს ჩემს უკეთიცეთ როდესაც შეგვიძლია მაგალითად ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოები ჩაერთნენ და შესაბამისად რეაგირება მოახდინა თუნდაც ანუ საჯარიმო სანქციის სახით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქ სული არაფერი არ არის ერთი პატარა რეპლიკა რომ აი მაგალითად არ ვიცი მე ალბათ ევროპა პირდაპირ პერსონა ნონ გრატად ბოლომდე ჩახსნიდა ხიდებს ჩვენ რო ვიყო დსთ-ის წევრი როგორც მოლდოვა და ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი ან ნებისმიერი ფინანსთა მინისტრი მოსკოვში დადიოდეს ანუ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე რახან იმათ აწყობთ ის ხელისუფლება, ამიტომ თვალს ხუჭავენ დსთ-ში ყოფნას. დსთ-ში არიან ბატონო. დსთ-ში არიან. პროევროპული პოლიტიკა. დსთ არის აბსოლუტურად პრორუსული წარმონაქმნი. არავინ არ გვებძვის. ევროპა ამ მიდგომით ატარებს ორმაგ სტანდარტს. ფაქტობრივი მოცემულობა ასეთია. ძალიან დიდი მადლობა ჩერჩილი ამბობდა რომ ჩემი სახელმწიფოს ინტერესები უპირველედია მუდმივი მეგობრები პოლიტიკაში არ არსებობენ პარტნიორები ძალიან დიდი მადლობა ლაშამ გელაძე და ალექსანდრე კობაიძე დღევანდელი გადაცემის სტუმრები და აქტორები
და მეც ჩამფრთეს შეიძლება ითქვას. ნუ ბუნებრივიც არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ისეთი ცხელცხელი არის, ასე ვთქვათ, ზოგადად პოლიტიკური სიტუაცია, ალბათ ამაში ორივე და სამივე ვერთახმებით ერთმანეთს. არა უშავს, ეს დისპუტია და მოსულა აქ ემოციები, მთავარია ზღვარს არ გადავიდეს. ზღვარს არ გადავიდეთ და ეს აკადემიურობა შეინიშნება და ეს არის ჩვენი ხაზი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გვისმენთ და გვიყურებდით. ეთერში იყო დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე.